ბოლო ორი კვირა ასეთია კიევის მოსახლეობის ყოველდღიურობა. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსკოვის პერიოდული საჰაერო იერიშების გამო. ქვეყნის დედაქალაქში -12 გრადუსი ყინვა და თოვლია. საცხოვრებელ სახლებს ელექტროენერგია, ბუნებრივი აერი და წყალი გრაფიკით მიეწოდება. ქუჩებში კი მხოლოდ მაღალი სიმძლავრის გენერატორების ხმაური ისმის. მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მცირედით მაინც შესამსუბუქებლად, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქის მასშტაბით საგანგებოდ შექმნა სპეციალური საველე პუნქტები, სადაც მოხალისეები მოქალაქეებს პირველად დახმარებას აღმოუჩენენ და აძლევენ საშუალებას დატანონ ელექტრონული მოწყობილობები. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რისი გავლა უწევთ ჩვენს ბიჭებს სანგრებში, მიხვდებით, რომ უნდა მოვითმინოთ. რა უნდა ვქნათ? ეს ომია და ამას გავდივართ. მაგალითად, გუშინ ტელეფონის დატენვა მაღაზიაში მომიწია. უარი არავის უთქვამს. მივედით, ვიკითხეთ და დავტანეთ. სახლში ბოთლების დახმარებით ვთბებით. გასქურა გვაქვს, გაზიც გვაქვს. ვათბობთ ბოთლებს, წყალს თბილად ვიცვამთ. სხვა რა ვქნათ? ღამით დათბილული წინდები, ჩექმა და მატყლის სვიტარი. თუ შემცივდება, თავზე შარფს ვიკეთებთ. თბილ საბანში გავახვევი და ვწვევი დასაძინებლად. ცოტათი ნერვიულობთ, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს. მათ დააზიანეს ჩვენი თბოელექტროსადგური, ამიტომაც გასული კვირა ძალიან მკაცრ პირობებში გავატარეთ. თუმცა ამ ყველაფერს მაინც გავუცლებთ. მაინც გვჯერა, გავიმარჯვებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველა ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, პასუხს აგებს არა მხოლოდ კანონის, არამედ ღმერთის წინაშეც. დენი მხოლოდ ღამით გვაქვს. გასულ ღამეს ელექტროენერგია მოგვეწოდებოდა 1-დან 4 საათამდე. წყალი ცივი იყო, გათბობა ჭირს. ამჟამად ბუნებრივი აერი მხოლოდ ნაწილობრივ მოგვეწოდება. ოთახში კი 10 გრადუსია. ძალიან გვიჭირს. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ომის მეოთხე წელი ჩვენთვის გაცილებით მძიმე აღმოჩნდებოდა, ვიდრე მაგალითად გასული წელი. ამის მიუხედავად მაინც ვმუშაობთ, რადგან სხვანაირად არ გამოვა. თუ კი ახლა ყველა შეწყვეტს მუშაობას და არაფერს გააკეთებს, როგორ შევძლებთ ცხოვრებას? რა თქმა უნდა რთულია, თუმცა ჯერჯერობით ვუძლებთ. ვისურვებდით, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ყველაფერი, რომ სითბოთი და წყლით ვიყოთ უზრუნველყოფილი და ჩვენზე ასეთი თავდასხმები შეწყდეს. ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით, ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტებით განხორციელებული იერიშების შესახებ აქტიურად საუბრობს უკრაინის ხელისუფლება. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ქვეყნის დედაქალაქში არსებული ვითარება მტკივნეულ და კრიტიკულ მდგომარეობად შეაფასა და განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაყრელად შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. თუმცა კიევის მოსახლეობას მოუწოდა, შესაძლებლობის მიხედვით ელექტროენერგიისა და სითბოს ალტერნატიული წყაროები ეძებონ. კიევის გარდა ამავე პრობლემის წინაშე დგას უკრაინის სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც. კრემლის საოკუპაციო ჯარების მიერ კრივი რიხზე 13 იანვარს განხორციელებულმა თავდასხმებმა 45,000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის, ხოლო 700-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე დატოვა. ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული მხარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ზამთრის უსხიან თვეებში მოსახლეობის დენისა და გათბობის გარეშე დატოვებას არანაირი გამართლება არ აქვს. მისივე თქმით, საკითხის შესახებ ინფორმირებულია ვაშინგტონიც. ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს, ლინცი გრემსა და რიჩარდ ბლუმენთალს. მადლობელი ვარ კონგრესის ურყევი ოპერატიული მხარდაჭერისთვის. ახლა საკმაოდ პროდუქტიულ სამუშაოებს ვაწარმოებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის გუნდთან. ყველა დეტალი განვიხილეთ. მივაწოდე მათ ყველა ინფორმაცია რუსული დარტყმების, საჰაერო თავდაცვითი სისტემებით უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამერიკულ მხარესთან ვაგრძელებთ შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას, რაც შეეხება უსაფრთხოებასა და აღდგენას. ნამდვილად ვმუშაობთ იმაზე, რათა უახლოეს მომავალში შეიქმნას ყველა შესაბამისი ფორმატი ამერიკის კონგრესსა და უკრაინის პარლამენტში საკითხის იურიდიულად გასაფორმებლად. უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მოსკოვი არაერთხელ დაესხა თავს ქვეყნის ენერგოსისტემას, რამაც მოსახლეობა საცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გარეშე დატოვა. თუმცა სამხედრო მოქმედებების მეოთხე წლის თავზე კიევში ამ თავდასხმებს ყველაზე მტკივნეულად აფასებენ.